გამარჯობა. დღეს დარგობრივ სერიაში დეველოპერებისთვის განკუთვნილ G+ CRM სისტემაში ვიხილავთ ჭადრაკის ფუნქციონალს. განვიხილოთ როგორ შევქმნათ ჭადრაკის დაფა დეველოპერებისთვის. ახლა უკვე შექმნილ ჭადრაკის დაფას, რაც მიუთითებს, რომ შენობა იწყება პარკინგით, შემდეგ მოდის პირველი სართული, მეორე სართული და ასე შემდეგ. ყოველ სართულზე განთავსებულია სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების ობიექტი. მაგალითად ამ შემთხვევაში საცხოვრებელი ბინები. ასევე გვხვდება სათავსოები, მაგალითად აქ და აქ. ასე უძრავი ქონების ობიექტი იძლევა ინფორმაციას გაყიდვების დეპარტამენტისთვის და მათთან მუშაობა უფრო მოსახერხებელია. როდესაც იქმნება ახალი უძრავი ქონების ობიექტი, ახალი შენობა ან საცხოვრებელი კომპლექსი, შესაბამისი სექციის ან კორპუსისთვის საჭიროა ახალი ჭადრაკის დაფის შექმნა. მოდი ვნახოთ, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს G+ CRM-ში. ჭადრაკის დაფის შესაქმნელად გავხსნათ ტესტური რიგი. ჩვენ ხედავთ, რომ აქ უკვე შექმნილია ჭადრაკის დაფა და ასევე ვხედავთ ერთ ობიექტს და რამოდენიმე სართულს. იმისათვის, რომ შევძლოთ ახალი უძრავი ქონების ობიექტების დამატება, საჭიროა გადავიდეთ რედაქტირებაში. და ვხედავთ, რომ გაიხსნა კონსტრუქტორი, სადაც შეგვიძლია შევქმნათ ნებისმიერი ლოგიკა, რაც გვინდა. მაგალითად, შეგვიძლია დავამატოთ ახალი სვეტი ან დავამატოთ ახალი სართული. ასევე შეგვიძლია შევქმნათ მახასიათებლები ყოველი უძრავი ქონების ობიექტისთვის. ამისათვის საჭიროა პლუს ღილაკზე დაჭერა. მაგალითად, ვხედავთ უკვე დამატებულ უძრავი ქონების ობიექტს, სადაც არის ინფორმაცია საცხოვრებელი ბინის ასერთის შესახებ. თუ დავაჭერთ პლუს, გაიხსნება ფანჯარა, სადაც შეგვიძლია შევავსოთ მახასიათებლები, მაგალითად, ბინა ნომერი 2, 102. ფართი მიუთითოთ მაგალითად 45 და კვადრატული ფასი მაგალითად 1200. ასევე შეგვიძლია მიუთითოთ ოთახების რაოდენობა. და შემდეგ შევინახოთ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს პროცესი ისევე დიდ ხანს, როგორც საჭიროა, რათა მაქსიმალურად ზუსტად შევქმნათ ჭადრაკის დაფა. ასევე შეგვიძლია დაფის კოპირება. საკმარისია ავირჩიოთ ერთი უჯრა, მივიტანოთ მაუსი მარჯვენა დაბალ კუთხეში და გადავიტანოთ გვერდით. შემდეგ უბრალოდ საჭირო იქნება შემდეგი უძრავი ქონების ობიექტების მახასიათებლების შეცვლა. მაგალითად, ამ შემთხვევაში შევცვალოთ მხოლოდ ნომერი 103, ბინა ნომერი 104 და 105. შემდეგ ვინახავთ მონაცემებს და ვხედავთ, რომ უკვე შექმნილია პირველი სართულის შესაბამისი ინფორმაციით. აირჩიეთ პროფესიული დარგობრივი CRM სისტემა დეველოპერებისთვის, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს ბიზნეს პროცესებს და დაგეხმარებათ ბიზნესის ავტომატიზაციაში. მადლობთ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და გავუზიარეთ სხვა დეველოპერებს. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.